მანქანები და როგორ არის ადგილი არ არის საერთოდ ან პარკირების ადგილები არ არის ხო? ვისი ბრალია რომ არ არის პარკირების ადგილები? ეს ვისია და თვითონ თავრობის ბრალია ვინც რეგულირებს ამ ყველაფერს ამდენი შენობები რო დგება ამას ყველას პარკირება ჭირდება. ან როგორ შეიძლება მოეგვარებინა თქვენ ბათუმის მერია ეს პარკირების პრობლემა? კიდე შეუძლია რომ მოაგვაროთ. ახლა არც ძალიან მაგისტრის სულ სხვა საქმეზე არიან გადასული. რაზე არიან გადასული? არ ვიცი ახლა მამდენს ვერ შევალ მაგინის კომ. თქვენ გაზარდეს ჯარიმები და უკვე 100 ლარია ტროტუარზე დგომისთვის. გასაგებია. ეს ამით სწორია, ანუ ჯარიმების გაზრდა, ჯარიმების არასწორი პარკირების სიტუაცია შესაძლებელი, როდესაც მოგვარებული ექნება შენი საქმეები, რაც რომ ეკუთვნის მაგალითად მძღოლს და ჩააყენებ პარკირება ექნება, რაღაც ექნება გაკეთებული გაგროულ ნაწილად. დანარჩენი აღარ უნდა ხდეს ახლა ვინ უშდენია კაცი სავატო მიდის უცებ აფთიაქში შესასვლელია გააჩერება არა და შედის და გამოდის უკვე თანხმდება და ერთ კორპუსში იქნება ალბათ რა ვიცი ალბათ 500 ოჯახი იმ 500-მა ოჯახმა რა უნდა გააკეთოს ხო იზოლებული ხდება რომ გააჩეროს ტროტუარზე ხო ფაქტიურად მერიის დანაშაულის გამო მოსახლეობა იხდის ჯარიმებს. მაგალითად რამდენიმეჯერ დააპარკინგა ჩემმა შვილმა მანქანა, ისეთ სამშაბათს წინ დააჯარიმეს, რატომ? ან ტროტუარზე დააპარკინგა? არა, ტროტუარი რა თქმა უნდა, ახლა როცა იგი არ არის, ცოტა შემოაყენაზებთ, რა თქმა უნდა ეს ასე იქნებოდა, ხო? ახლა ჩემი შვილის დამნაშავეა, მაგრამ რომ არა ადგილი საწავიდეს. ზღოლებსაც ვერ დავანაშავლებ, რომ ახლა ადამიანს ჭირდება შეძებს სასწრაფო აფშესლა რაღაცაზე ოეჭულმა გააჩვენოს, მაგრამ არასდროს არა ადგილია. რაც ფიქრობენ მაგაზე საერთოდ. მათ ფიქრობენ ისე რა სადიშოვანფული და რა გააკეთო. ეს ვინ? ვინ? სახელმწიფო თავრობა, ვინ უნდა? ჩვენ ვიფიქრობთ, მაგრამ ვერ შოულობთ, აზრი არ არის. ან ბათუმის მერის და მთავრობის ბრალია რომ ბათუმის მერისა თლიანად რომ მასშტაბური საპარკინგო სივრცეები არ არსებობს. არ არსებობს და მეგონი აცი არსებობს ნორმალური თავრობა თუ არ მოა. ამ ქვეყანაში და ადალაგდება ნორმალურად. ადგილი არ არის და აჩერებენ ტროტუარებზე. ვისი ბრალია რომ არ არის ადგილები ქალაქში, ანუ შესაბამის საპარკინგო სივრცეები. პარკინგი არ არის. ვისი ბრალია ეს? რა ვიცი. თავრობის. ჩემი ბრალი არ არის. და თავრობა მონახე ერთგვარი გამოსავალი რომ ზრდის ჯარიმებს აი ტროტუარზე ავტომანქანების დგომისთვის. არის თუ არა ეს გამოსავალი თქვენი აზრით? ვერ მოაგვარებ ჯარიმებით. გიწევთ ავტომანქანის ტროტუარზე გაჩერება? კი, ხანდა. რატომ? რა ვიცი, ცოტა ხნით ვაჩერებ ხოლმე 15 წუთი მაქსიმუმ. ხალხმა რა ქნას რა, სად გააჩეროს. მარტო ჯარიმების გაზრდის საქმე არ გესწრება. თვითონ ეხლა მთავრობას დაშენაღლება არის. დარბიან ბასლაინებზე, სადაც უნდა იქაც აჩერებენ, გაიარ გამოიარეთ გამგეობასთან მერიასთან. ხმას არავინ არ იღებს და ისევ ხალხი ვიჭმიდებით შუაში რა და ვზარალდებით ის. ანუ თქვენ ფიქრობთ რომ არ აინტერესებს ხალხის რეალური პრობლემები მთავრობას? პრობლემები ნაკლებად აინტერესებს მე მაგას ვფიქრობ. ეგრეც არის რა. ცოტა უმაგლეხმა ძლივს იყიდა ეს 2000-იანი 3000 დოლარიანი მანქანა და ისიც პარკირებას იმხელა იმას დაადებენ ჯარიმას რომ აი წარმოუდგენელია. ეხლა იზრდება ჯარიმები. თუ კი ტროტუარზე დგომისთვის აქამდე იყო ჯარიმა 10 ლარი, ეხლა იქნება 100 ლარი. არის თუ არა ეს გამოსავალი და სწორი? სწორი რა თქმა უნდა არ არის. გამოსავალი ვერ იქნება მაგი, იმიტომ რომ არა ფაქტიურად არაა გასაჩერებელი. და ამდენი რაცხები აშენდა და ამდენი რაცხა არის მასში ზოგი კანონიერია, ზოგი უკანონოა, რა ვიცი. ახლა კი ანგრევენ, მაგრამ რატომ ანგრევენ ეს უკვე ხალხი ცოდვა. ხალხის მდგომარეობაში შევდივარ როგორც მეგლეხი ადამიანი. იმ 700-800 ლარზე მუშაობს, ეს შოურობს იმ ორ კაპიკს და იმასაც რომ აჯარიმებენ, ეს ცოტა არ ვიცი. თავრობის წინსვლა ალბათ. ჯარიმები და ჯარიმების გაზრდა ვერ უშველის პრობლემას, ხო? მე ასე ვფიქრობ, კი რა ასე არის. აქ წერტილია უკვე და ჯარიმა გაზრდილა ბიუჯეტში შედის, მეტი არსად არ მეტის. არ კეთდება იმ ჯარიმით საპარკინგო ადგილი, ხო? ეს ასეა. მაგრამ აი თქვენ თავრობაში ამბობენ რომ გამდიდრდა ხალხი ეკონომიკური შემოსავლები გაიზარდა ამ ქვეყანაში 10%-ით ეკონომიკური ზრდა არის. ჩემს ირგვლივ ვინც გასამდიდრებელი იყო, იქ არავინ არ გამდიდრებულა. ჩემს ირგვლივ. მე ვისაც ვიცნობ, რამოდენიმე ადამიანს ვიცნობ, რომ მართლა არ აქვენ ლუკპაპური და მართლა რაც მაქვს ის უნდა გაუყო, ხო? პირიქით გაღარიბდნენ? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა ეს ასეა. ტროტუარზე
მანქანის დგომისთვის თუ კი აქამდე იყო 10 ლარი, ახლა გახდება 100 ლარი. ამას სწორია ამ ჯარიმების გაზრდა და მოაგვარებს თუ არა ჯარიმების გაზრდა პრობლემას. ძალიან გაჭირდება, იმიტომ რომ ხალხი ცოდოდ არჩევა. იმის გამო რომ მანქანა ყავს და ვერ აჩერებს. ფაქტიურად მანქანები უფუნება არ არის, საჭიროებას მოითხოვს და ამიტომ ჯერ ადგილზე უნდა მოგვარდეს ეს ყველაფერი და მე ჯარიმებზე მე რო დაწესდებოდეს ჯარიმები უფრო უკეთესი იქნება. ჯერ უნდა გადაწყდეს, სადმე უნდა გაკეთდეს რამენაირი პარკირება ქალაქში. ისეთი რომ გადასახადიც რო იყოს მიიყვანს კაცი და გააჩერებს. რატომ არ გაკეთა ეს საპარკინგი ადგილები? რატომ ვერ ეწყობა ეს საპარკინგო სივრცეები? ძალიან რთული სათქმელი არის ჩემის მხრიდან, იმიტომ რომ ეს მე ვერ მოვაგვარებ და მაგრამ მოქალაქეები ვქირავთ მთავრობას რომ მოაგვარონ პრობლემები. კი და ამიტომ მოსაგვარებელი არის და უნდა მოგვარდეს. ვისი პასუხისგებლობის საკითხია ის რომ არ არის ამ დრომდე მოგვარებული? როგორ ხედავთ? ნუ პასუხისგებლობა რა თქმა უნდა ხელმძღვანელობა რასაც ქვია მართველი ორგანო. ბავშვი როცა ეთლით მიყავს, ყოველთვის პრობლემა გადასასვლელთან დგას. ანუ ხშირია ქალაქში როცა ხდება ტროტუარზე გაჩერებული ავტომანქანები? კი. ძალიან ხშირია და თითქმის ყველგან. ეს ვისი ბრალია? მერის, მთავრობის. რატომ? რატომ? ანუ მოწესრიგებული უნდა იყოს, გზა არ არის, სივრცე არ არის, რომ მოსახლეობა მანქანა გააჩეროს. ხედავთ თუ არა ბათუმის მერის ძალისხმევას, მონდომებას რომ მან მოაგვაროს ეს პრობლემა? არ ვიცი, არა. არ ჩანს ეს მონდომება? არ დამინახავს პრინციპში არცეთ ქუჩაზე, რომ რაღაცა ცდელობა ყოფილიყო ამის. აი რომ ჯარიმები გაზარდეს, უკვე 100 ლარია თქვა ტროტუარზე დგომისთვის. ეს ჯარიმები რამდენად სწორია ასე სიტუაციაში? და რამდენად მოაგვარებს ეს ამ პრობლემას? მე ვფიქრობ, რომ ვერა. იმიტომ რომ ფაქტიურად ადგილი არ არის და საწაიყვანოს ხალხო მანქანები. და წავედ გაზის ეს პრობლემა, რომ ხშირად ხდება თქვა ტროტუარზე გაჩერებული ავტომანქანები, ან ირღვევა პარკირების წესები. ირღვევა დღეში ალბათ ბათუმში იქნება ასეთი 1000. შენ წარმოიდგინე 2 მილიონ კაცი, 1.5 მილიონი მანქანა. მაგრამ ეს ძღოლების ბრალი არ არის თქვენ ამას როცა ირღვევა ეს ეს. ძღოლის ბრალი როგორ იქნება ახლა? საწავლიდეს არ, პროსტა საწავლიდეს საგააჩეროს მანქანა. კილომეტრები უნდა ჩავიდეს სადღაც რო ნახოს და მე უკან ჩამოსვლა არ უნდა იქ რო რაღაც კიდვა უნდა. რა პოლიტიკა უნდა გქონდეს? რა ბერკეტები აქვს თქვა ბათუმის მერიას ხელში რომ მოაგვაროს პარკირების პრობლემა თქვენი აზრით? პარკირების პრობლემა ახლა მე რა ვიცი როგორ გითხრა რომ მოაგვაროს, მაგრამ ახლა მაგენმა ჩემზე უკეთიციან როგორ უნდა მოაგვარო. მაგრამ ნება არა აქვს? ხო, ალბათ ან ნება არ აქვს, ან აწყობთ უფრო მეტად. რატომ შეიძლება აწყობდეთ? არ ვიცი, შემოსავალია ეს ყველაფერი გადის ხალხზე რა. საიდან შემოვიდეს? იმასთან დამდგარი რომ გამოვლია ამდენი პროცენტი დავიციეთ. ვიჭის გადაადგილება ერთადერთი რასაც ქვია და ისის დაკავებულია ამ დროს. ისე განაგია გადატვირთული ქუჩები, მაგრამ მაინც უნდა დავიცვათ ის წესრიგი, სადაც არ შეიძლება გაჩერება, ეს თვითონ უკეთიციან, მაგრამ ვისი ბრალია ისე ეს რომ არ არის ქალაქის საკმარისი საპარკინგო სივრცეები? არ ვიცი, ბევრია. ვისი პასუხისმგებლობის საკითხია? რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობა, რა თქმა უნდა, პირველ იქიდან მოდის ყველაფერი. რატომ არ აკეთებენ ამას, რომ მოგვარდეს ეს პრობლემა თქვენი აზრით? უკვე ჯარიმები გაზარდეს ამ კუთხით, უკვე ტროტუარზე ავტომანქანების დგომისთვის ჯარიმა უკვე 100 ლარია. მოაგვარებს ჯარიმა ამ პრობლემას? ვისი პასუხისმგებლობის საკითხია ის, რომ არ არის მოწყობილი საპარკინგო სივრცეები ამ ქალაქში? არის მარტივად დავაბრალებდი, ვისაც ალბათ ეკუთვნის, მაგრამ არ მგონია რა, უფრო შეგნების ამბავი ძგონია, არა მარტო ის რომ რაღაცა მოაგვარებს ამ საკითხს. არ ვიცი რა. ანუ არ ხედავთ რომ ვალდებულია თქვენ ბათუმის მერია რომ დაავალოს. როგორ უნდა მოაგვაროს? უკვე სამშენებლო კომპანია რომლებიც აშენებენ კორპუსებზე დაავალოს რომ მოაწყოს საპარკინგო სივრცეები. პრობლემა მგონია რომ ესე მარტივად რომ უბრალოდ ყველას რაღაც საკუთარი ის აქვს თავზე დამოკიდებულება მარტო რა და მე მანქანა და ავტოვი გავაჩერე კაია, მაგრამ სხვა რო არ მადარდებს, მან დარი პრობლემა მოგეთ რა. ვიღაცა რო სახს აშენებს და ფული უშოვა და კარკინგი არ ადარდებს, რომ მე ვეღარ გავივლი, ეგ არის პრობლემა, მეტი არაფერი და ამის რაღაცა მგონია რომ თავიდანვე უნდა ძირში უნდა ეფიქრათ ამაზე რა. თუ ხედავთ რომ მთავრობა და ბათუმის მერია არის მოწადინებული რომ მოაგვაროს ეს პრობლემა. არავინ არ არის არასდროს ამის მიმართ მოწადინებული რა. უკვე ხა გძალავენ იგივე მანქანების იმპორტს, რომელიც გამოშვებულია 2020 წლამდე და ეს საცობების პრობლემას განუხტავს, მოაგვარებს ესეთი ამათი მოლოდინი, ასევე ეკოლოგიური პრობლემას.
და ასე ვთქვათ ზდიან ჯარიმებს, რო ვთქვათ უკვე ტროტუარზე გააჩერებ, უფრო მეტი ოდენობით დაგაჯერებებს 100 ლარით უკვე ბათუმის შემთხვევაში. ეს არ არის ამ პრობლემის გაბედრის გზები. ვისაც ფული აქვს, იმას ლარსაც გადაიხდის რა, არა უშევს არის. და ახალ ავტომანქანასაც შეიძენს. ახალ ავტომანქანასაც შეიძენს. მაგრამ ეს არ შეამცირებს ვთქვათ იგი ავტომანქანების რაოდენობას ქვეყანაში. გააძვირებს მარტო ალბათ. მათი ყველაფერი ხელმისაწვდომია. მათთვის არის თავისუფალი ცხოვრება, მათთვის ფული ადგილსაშოვნი და ესა და გაჭირებულად დაბალი დონის ხალხს პატივს აცემენ და საინტერესებენ რა. რა ინტერესებს აბა რაზე ფიქრობენ? რა ინტერესებს მათომ ჯიპები გაისო, მათომ მაგას საინტერესებს მეტი არაფერი არ აინტერესებს, მაგას არაფერი ყოფს საერთოდ. სად გაფრინდეს, სად რესტორანში იქეიქო, რა ჭამო, რა სხვა. ეს საკვა გეგმაში. ვთქვათ 100 ლარამდე გაიზარდა ჯარიმა ტროტუარზე მანქანის დგომისთვის. ეს ჯარიმების გაზრდა მეც სწორია ამ ვითარებაში და მოაგვარებს ეს ამ პრობლემას. ვერ მოაგვარებს. გამოაგვარებს, იცი, მაგრამ თანხის გაზრდით არ მოაგვარებს. ის მოაგვარებს ამდენი კორპუსები ნორმალური ფაგლებში უნდა აშენდეს რა. არღის ისეთი კორპუსები არის, რომ მათ საპარკინგი არ აქვს. და არის, რომ ძალიან ცუდად გაკეთებულია, შევიწროებულია საპარკინგი, შევიწროებულია ფეხის მოსიაო საბილიკები. რატომ არ ავალებს ამას მერია მშენებელ კომპანიას? შინაურობა ჩართულია მაგ საქმეში, მაგით ვერ ავალებს იგი. ან კორუფციული ინტერესები აქვს საქართველოს ოცნების მთავრობას ბიზნესმენებთან? სულ ყველაფერი ინტერესია, მაგრამ მაი უნდა იყოს მარტო მან ბიზნესმენი. ბიზნესმენს ჩვენ არ გაგოხარებს. ჩვენ ახლა მე უნდა ავიწყო ბიზნესი რაღაცა ჩავთო საქმეში, ხო? იმდენი გადასახედე და მარკეტინგი და იმდენი რაღაცას მომთხოვენ, რომ ის რაც ფული მექმა, იმას მათ უნდა მივცე და მე რა უნდა გავაკეთე, რა უნდა მევიკოთ. ყველაფერი ბუჭდება რა. ხო გაინტერესებს ძალიან ადი ხელვაჩავში გზით წადი. ანუ რომ წეხვიდე 20 წუთი უნდა დაგჭირდა, ახლა რომ წახვიდე, ხო? 2 საათი მინიმუმ დაგჭირდება, ამიტომ გზებია ძალიან ცუდ დღეში. თან საცობების კავალ მოგიწევს. საცობები, მაგიტომ ამებია ძალიან ცუდი, ამებია, უხრაი ამებია, კაცი ნავიგია რა. მანქის საუნდაია. და ხელჩაურში ახლაც გაკეთდა გზა, ხო ეს ცენტრალური გზა რაც არის. ეს დაასღამე ხოლე ამა და მაი ხო გაკეთება რა. მაი არის ფულის საკეთებელი მანქანა მაშინ რა. სუპერმარკეტში საღან შევედი თუ ხიდოდი დილოს 80-ში ახლა მივეცი 2 ლარი. მაი გაიფებული. არაფერი გაიფებული არა. ეს ის ყობა ელემენტური რაღაცაა. კვერცხი გაიაფთა თქვა 2%. მინდა კვერცხი მაგრამ კვერცხი ხომ ავალა, მაგრამ რა ფასდი. სხვა რამის უნდა მივიღო კვერცხისები. იცით რა უკვე ამოქმედა ახალი კანონი დღეიდან გუში მოაწერა ხელყაველაშვილმა, რომ თუ არ გვაღიარებთო და რამე ისეც იტყვითო რომ თქვა ჩვენ არ გვაღიარებთო, ამ შემთხვევაში გელოდებათ პატიმრობა 3 წლამდე ვადით. არა, პრობლემა, მოპატიმ, მაინც ის დაპატიმებულია, რა ზენით. თუ დავდივარ და დაპატიმებულია ვარ, არაფერში არ ყოფილს ჩემი ხელფასია, არაფერი, დაპატიმებული ხარ რა. მუშაობ ლამინატების ოპერატორი ვარ, ოპერატორად მუშაობ, არაფერი არ გამოდის ვაფშე, მაგ ხელფასი არაფერი ნოლია. ბანკებს ვავსებ და მე არაფერი, ზაუმი დაგეკოს. ერთმანეთ ხარში უნდა მოვუძებ, მაგრამ ჩვენ ერთმანეთის ხარში გომართ ვერ ხდები, იმიტომ ერთხმას და ერთ სულს ყიდია კარტოფილზე და 50 ლაისფრის და მაგი ჩვენ ერთმანეთ ვერასოს ვერ შევდავ, თუ ერთად ვერ დავდგეთ. ხალხმა უნდა გიღვიძოს და არ უნდა იგდეს სახში და ლარზე და ყოლაზე ყოფილი არ უნდა იყოს. თქვენ პირადად მაგალ რატომ არ უერთდებით პროტესტს, რომელიც ბათუმშიც იბრძება ყოველგვარად? თუ ისეთი პირობები წავაო აუცილებელია ყველაფერი, დიდი სიამოვნებით აუდგები ყველას, ვიცრომ საქართველოს იფიქრებს. გამდიდა ხალხი და ორ-ორი და სამ-სამი მანქანები ყავს და მაგიტომ. მართლა ესე ფიქრობთ, რომ გამდიდა ხალხი? აბა ჩემს გარდა ყველას ყავს და ალბათ გაფრთხა, ალბათ. მაგრამ საპარკინგო სივრცეები არ არის საკმარისად ქალაქში. არა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს სახლები რო შემდება, არცეც არ აქვს, მე მგონი პარკინგი ახლა და ახლა არ ვიცი ხა ახალი სახლების მართალებით ხათ ვერ გეტყვით. ვისი ბრალია ეს რომ არ არის საპარკინგო სივრცეები? არ უნდა მიცენ ალბათ უფლება. აი ბათუმის მერის ბრალია? მე რა ვიცი ვისი ბრალია. მაგას ვერ გეტყვი ვის ეკუთვნის ეგ, მაგრამ თუ პარკინგი ეზო რაღაცა სახე უნდა ქონდეს ჩახუტებულები როა სახლები. დოქტორ კორპუსები. აივნი და ხელ ჩამოართვეს. კორპუსები შენდება და საპარკინგო სივრცეები არ ეწყობა, არა ყველაზე. ხო და მაგას ვამბობ, ალბათ მაგიტომაც. ჩემი აზრით. ეხლა უკვე ზდიან ჯარიმებს, თქვა თქო ტროტუარზე ავტომანქანის დგომისთვის, თუ იყო აქამდე 10 ლარი, ეხლა იქნება 100 ლარი. მოგვარებს ეს პრობლემა, ეს თქვენი აზრით? მე მგონი არა. ჩემი აზრით. რატომ? რა მნიშვნელობა აქვს? თუ არ აქვს გასაჩერებელი მანქანის, რა მნიშვნელობა აქვს? გადაიხდეს იმ 100 ლარს სიტყვაზე და მაინც იგივე ადგილას დააყენოს, რა ვიცი. ხა მაგალითად ჩვენთან ჩემს სახლთან მაგალითად აჩერებენ
მანქანები და სადღაც 5 კილომეტრში მუშაობენ. რა ქნა? თქვენი სახლი სად არის? აქ ქალაქის ძველი საავადმყოფოა. ანუ უმაღლესი საბჭოსთან. ხო, სადღაც. და გასაჩერებელი ადგილი არ არის, პარკირების სივრცე არ არის. არა, კი არის. უმაღლესების დეპუტატებს აქვს ჩვენი პარკინგი. სახლის ჩვენ კაი კიდე ეზო გვაქვს, იმიტომ რომ ძველი სახლია და ეზო. უმაღლეს საბჭოს დეპუტატებს აქვს პარკირების ადგილი, როგორც ვიცი, ეზო, ხო, უმაღლეს საბჭოს. მოზომილია კი. მაგრამ სხვებს მოქალაქეებს არ აქვს რამის პარკირების ადგილი. მართალი გითხრათ, არც მოქალაქეებს აქვს და არც მასა თუ თავი და არც მაგათ არ აქვს, უმეტეს შემთხვევაში. მაგრამ რაღაცა გამოყოფილი ადგილი ხო არის ეს? პარკირებას მაქვს ნაყიდი, მაგრამ ჩათვალე ტყუილად მაქვს ნაყიდი, იმიტომ რომ როცა მივდივარ, სულ ადგილი არ ხვდება ხოლმე რა. და გინდა არ გინდა ვაჩერებ რა შორ მანძილზე რომ სხვა ხელი არ შეუშალო და მე ფეხით მივდივარ, სადაც მიასვლელი ვარ იქ. ვისი ბრალია რომ არ არის საკმარისად საპარკინგო სივრცეები? რა ვიცი. ხალხის ჩვენი ბრალიც არის, ხალხის ბრალი რა, თავრობის ბრალიც არის. ესე ერთი როგორ გითხრა რა. ის რომ აიგზავნებ ახლა ავტომანქანების იმპორტი, რომლებიც გამოშვებულია 2020 წლამდე, ეს ამათ შეცვლის ამ პრობლემას იგივე საცობების განტვირთვის კუთხით. რა, არა მგონი შეიცვალა საცობები. რა, ვისაც შესაძლებლობა აქვს და საშუალება, ისაც იყიდის იმ 20 წლის მანქანას, 20 წლის მანქანას რა. და ვისაც არა აქვს, ის ყიდის ადგილობრივ მანქანას, რაც გამბაჟებულა, რაც დაც ქალაქში ისე. ანუ ძველი მანქანები. ძველი მანქანას, ისაკაც გაძვირდება მე მანქანები. მერის დანაშაული რა არის კონკრეტულად? აძლევს ნებართვას შენებლობის და არ ეუბნება რომ პარკირება ააშენე. ესა უბრალოდ სხვა კი არაფერი. მათი კორუფციული გარიგებების გამო მოსახლეობა იხდის ჯარიმებს. მძღოლი ვარ, მეც ყავს მანქანა, ხო? და ასე ყავს ყველას, ხო? მე ფაქტიურად ეხლა გადავადგილდები ფეხით. გაუსაძლისია საერთოდ რა. სადაც არ უნდა მიხვიდე, მანქანას ვერსად ვერ გააჩერებ. რაც ახალი შენებლობები მიდის, ხო? არა აქვს პარკირების ის რა, სივრცე. რადგან მოგვარებს ახლა ამ პრობლემას ჯარიმების რაოდენობის გაზრდა. არანაირად. ეს მანქანები ეხლა 2 მილიონზე მეტი მანქანაა საქართველოში. სა უნდა წაიყვანოს, ხო, მოსახლეობა. გინდა არ გინდა ბიუჯეტს ავსებენ ფაქტიურად ჯარიმებით რა. ჯარიმებით გაზრდილი სერვიზებით წინათ იგივე მგზავრობა გაძვირდა 70-ამდე ბათუმში. ფაქტიურად იფსება ბიუჯეტი და გვეუბნებიან მთავრობა გვეუბნება და მოსახლეობას აბოლებს რომ ეკონომიკა იზრდებაო. ეკონომიკა რა იზრდება? საფირფარეშოს ხახალს ვერ ვაწარმოებთ ხარისხიანს რა, რო გითხრათ. არამც თუ რაღაც მაღალ ტექნოლოგიებზე საერთოდ არაა საუბარი.